ერთი კვირა დარჩა იქამდე სანამ ოფიციალურად გაიხსნება მოკლედ ეროვნული გამოცდები და რა უნდა იცოდნენ საგამოცდო ბარათებისა და პროცესის შესახებ. ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს 16-დან 17 საათამდე ონლაინ ღია კარის დღეს გამართავს. ნინო წერეთელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი შემოგვიერთდა სტუდიაში. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ იმით, რაც ვახსენე მე ჩემს შესავალ ტექსტშიც, საგამოცდო ბარათი. რა არის ეს ბარათი და რა ინფორმაცია შეუძლიათ რომ ამოიკითხონ აბიტურიენტები? დილამშვიდობის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. რაც ყველაზე მთავარი არის, აი ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ეხება საგამოცდო ბარათს, რომლის ამობეჭდის საშუალება, გაცნობის საშუალება ეძლებათ მიეცათ უკვე აბიტურიენტებს და არა მარტო აბიტურიენტებს, მასწავლებლებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრატობის კანდიდატებს, საგამოცდო ბარათის ამობეჭდის საშუალება და საგამოცდო ბარათი არის ერთგვარი საშვი, რა თქმა უნდა პირადობის მოწმობასთან ერთად, რითაც მათ უნდა გაიანონ რეგისტრაცია გამოცდებზე. ყოველ ჯერზე რამდენი გამოცდაა ყოველ მისვლის დროს. მაგრამ ერთი ბარათით. ერთი იქ წერია ყველაფერი. ერთი საგამოცდო ბარათი, ერთი პირადობის მოწმობა, რითაც უნდა გამოცხადდნენ. ამობეჭდ მდგომარეობაში უნდა ამობეჭდ მდგომარეობაში ელექტრონულად არის შესაძლებელი მისი წარდგენა. არა, იმიტომ რომ თქვენ ხო ვიცით რომ ჩვენ ტელეფონებზე უარს ვეუბნებით შეტანაზე და ამიტომ ხშირად მე ავიწყდებათ ხოლმე ტელეფონი, იმიტომ რომ იციან რომ არ უნდა შემოიტანონ, იმ ტელეფონს სახში ტოვებენ და გამოდის რომ აღმოჩნდება ეს ამიტომ ჯობია რომ ასე მოვიდნენ და ბეჭდავთ საგამოცდო ბარათს და მიგვა ყველა გამოცდაზე. თითოეული გამოსაცდელი თავისი ვებგვერდიდან, თავისი ეგრეთ წოდებული ფაჯრიდან, კი ბატონო, თავისი პირადი კაბინეტიდან ამობეჭდავს და რატო ვუსვამ ამას ხაზს? ნამდვილად საგამოცდო ბარათი ეს არ არის უბრალოდ ფარატინა ფურცელი, ერთი მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა ინფორმაცია არის ხომ ზედდატატი. პირველ რიგში ქალაქი, სადაც მდებარეობს მის საგამოცდო ცენტრი და სხვათა შორის რომელიც თვითონ აირჩიეს რეგისტრაციის დროს. თქვენ იცით რომ გამოსაცდელები ქალაქს ირჩევენ თვითონ. საგამოცდო ცენტრი სახელწოდებით დაწესებულებას რა ქვიათ, ეს რა თქმა უნდა სკოლებია და რა თქმა უნდა მისამართით. ეს არის მნიშვნელოვანი. მით უმეტეს ისეთ ქალაქებში, სადაც ერთი საგამოცდო ცენტრი კი არა გვაქვს, მაგალითად თელავში, ახალციხეში, თვითონ გვაქვს. დიდ ქალაქებში, თბილისში 9 გვაქვს, 3 ქუთაისში, 3 ბათუმში და ბუნებრივია იქ ტროტუარი ბარათზე ყველაზე მნიშვნელოვანი. ნახეთ როგორ არის. აუცილებლად საგანი, რომლის გამოცდასაც აბარებენ და მის გასწვრივ თარიღი და ასევე რეგისტრაციის დაწყების დრო. რეგისტრაციის დაწყების დრო მე არაერთხელ თქვენ ეთერში მithქვამს და მადლობა რომ ამ გამოცდების დაწყების წინ კიდევ მაძლევთ ამის საშუალებას აუცილებლად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ წლებია, ერთი და იგივეს ვსაუბრობთ, ერთი და იგივეს ვაფრთხილებთ ჩვენ გამოსაცდელების დაგვიანების შემთხვევები, ნამდვილად არის რაც ჩვენზედაც ცუდად მოქმედებს, იცით? ხოდან იცით რა მინდა გითხოთ? სხვადასხვა ეს გუშინ ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი, რომლის შვილიც არის აბიტურიენტი. ეს რეგისტრაციის დრო, როგორც წესი, განსაზღვრულია 1 საათით, ანუ პირობითად 2 საათიდან 3 საათამდე. დაგვიანება ნიშნავს, რომ 4-ის 1 წუთზე მოდის, ანუ იმ 1 საათში ვერ ეტევა ადამიანი. კი ბატონო. უცნაურია მეგობრებო. ხო, მაგრამ გვაქვს ასეთი შემთხვევები და რა შეეხება ქალაქს, რომელზეც ვისაუბრეთ, თვითონ ირჩევს აბიტურიენტიო. რეგისტრაციის დროს თვითონ ირჩევენ ქალაქს. რომ აი პირობითად მათემატიკა ჩავაბარო ბათუმში, ქართული ენა თბილისში და ასე შემდეგ. არა. ერთი ქალაქი. ერთ ქალაქს ირჩევს, ერთ საგამოცდო ქალაქს ირჩევს და დანარჩენი რომელ საგნებსაც ირჩევს, იქ უკვე ჩვენ ვანაწილებთ. მაინც თუ მოხდა ესეთი უცნაურობა და ვინმეს დაგვიანება გამოუვიდა, მე რა ხდება? იხსნება საგამოცდო. ის წელი დიბატონა, ჩავარდება. ამიტომ ვამბობთ, გავიარეთ რეგისტრაცია, შევედით საგამოცდო. გამოვცხადდით რეგისტრაციის დაწყების დროს. ამობეჭდეთ ჩვენი ბარათები, გამოვცხადდით დროულად, შევედით ჩვენ საგამოცდო ოთახში და რა არის ის რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინონ უკვე იქ მოსულმა აბიტურიენტებმა. კიდევ ერთხელ, იმიტომ არ შეიძლება დაგვიანება რომ და რატო ვეუბნებით რომ მაინდა-მაინც დილის 8 საათზე გამოცხადდი და მეორე სესია 2 საათზე იწყება
სრულიად საქართველოში ყველას 24-ვე საგამოცდო ცენტრში, ხო? მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი შევიდეს, ჯერ მოდით დავიწყოთ თავიდან. შედის, გადის რეგისტრაციას. თუ აქ ზედმეტი ნივთები, უნდა მოვემსახუროთ ამ ნივთებს მათი თანდასწრებით ვლუკავთ, ვინახავთ ანუ გამოცდას და ამთავრებს. შესაბამისად, მე გადის შემოწმებას, უნდა მოძებნოს საგამოცდო ბარათას სხვათა შორის იქვე რომ შევა აუცილებლად სექტორს ყველაფერს ნომრების მიხედვით არის. ნახეთ, სივრცე საგამოცდო სივრცე არის დაყოფილი სექტორებად. თითოეულ სექტორში 15 გამოცაცდელი ძიძ და მათ ემსახურებათ 2 ადამიანი. მოდი ასე ვთქვათ, თითოეულს. შესაბამისად, რომ შედის, დაჯდება ადამიანი, რაღაცნაირად მოირგებს, მოშინაურდება, დაწყდარდება, დამშვიდდება. იქ ჩურჩულით ლაპარაკობს ყველა, რომ ვიცოდეთ. აი საოცარ კონკრეტეს გამოსწრება საოცარ თბილად შეხვდებია კეთილგანწყობით რომ დამშვიდდეთ და რაც ყველაზე მთავარია აი ზუსტად 9 საათზე იწყება გამოცდა ეს ნიშნავს იმას რომ კოორდინატორი გააცნობს ყველა წესს რაც აუცილებლად უნდა დაიცვა გამოსაცდელებმა ყურადღებით მოისმინონ ასევე თუმცა ეს ყველაფერი მანამდენად შეიძლება გაიცნო ჩვენ ცნობარებში ჩვენ ვებგვერდებში ხშირად დასმულ Facebook-ზე ხშირად დასმულ ბატონო იმედის დილაში ხო ამაზე სულ საუბრობთ და შეუძლიათ ეს ინფორმაცია ამოიღონ და უფრო მომზადებულები შევიდნენ მაგრამ ნუ ჩვენი წესი გვაქვს მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ადგილზე კიდევ ერთხელ საგამოცდო წესებს რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას ადამიანი გამოცდიდან მაგალითად დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობისთვის. ისე ბოლო წლებში თუ ყოფილა ამის პრაქტიკა. ეგრეთ წოდებული შპარგალკა ამას გულისხმობ? იცით რა არის, ხო? ამ სიტყვას აღარ ხმარავთ, უბრალოდ თორემ ნუ დაახლოებით დამხმარე გამოყენების მცდელობა. ნახეთ, ხო, შეიძლება გამოყენება მცდელობაც კი. ქონდა შარშან ასეთი ერთადერთი შემთხვევა აბიტურიენტებში. და ავტომატურად იხსნება და ნუ ვერ წარმოიდგენთ ამას როგორ განვიცდით. ამიტომ ვამახვილებთ ამ საკითხებზე ყურადღებას, რომ აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ნახეთ 15 ადამიანს 12, უკაცრავად 2 ადამიანი ზედამხედველობს, ხო? და ეხლა წარმოუდგენელია. აკრძალული ნივთები ახსენეთ, რომელიც ილუქება აბიტურიენტის თვალწინ. რა არის ეს აკრძალული ნივთები? ერთი ნუ ტელეფონი გასაგებია, რომ ტელეფონის შეტანის უფლება არ აქვს. და კიდე მინდა გითხრათ რომ ზურგჩათებითაც კი მოდიან რეგისტრაციისთვის. მართლობა. და ამიტომ ნებისმიერი ნივთი ჩვენ ვამბობთ რომ უნდა შევიდეს გამოსაცდელი აბსოლუტურად ყოველგვარი ზედმეტი ნივთის და წყალი შეუძლია და ყალამი რომელსაც თავისი პარამეტრები აქვს და ეს გვიწერია ყველგან და იციან თუმცა ჩვენ ყველას ვახვედრებთ. კი ბატონო. ისე რომ მე მგონია ნუ შეწუხდებიან და კალამსაც თუ არ წამოიღო მათ ვიჯობიათ რომ ყველა კატეგორიის კალამი წოდნა წყალი საგამოცდო პირადობის მოძრობა მყარი ნერვები აუცილებელია და სხვათა შორის წარმატება უსურვოთ. გუშინ საუბრობდით ჩვენ იმედის დღეში, რა თქმა უნდა, ყველა აბიტურიენტს უსურვებს წარმატებას და იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც აი მთელი წელი მართლა ძალიან ბევრი იშრომეს, მაგრამ ერთი რამ არის, რომ როგორც წესი სტრესი აფუჭებს ხოლმე საქმეს, ცოტა ლირიული გადახვევაა, მაგრამ მინდა ყველა აბიტურიენტს უსურვო მართლა სიმშვიდე, იმიტომ რომ ამით არც მთავრდება და არც იწყება არაფერი. თუ წელს რაღაც არ გამოგივათ, ყველაფერი წინ არის. ასე, იმიტომ რომ თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდები ხართ და მომავალი წელის თქვენია და მომავლის მომავალი წელიც, ასე რომ ძალიან არ ინერვილოთ ეს ნერვულობა ხელს შეკისრით. წარმატება მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ყველაფერი გამოუვა, ნამდვილად მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არც ისეთი მაღალია. წარმატება მინდა ვუსურვო ყველა გამოსაცდელს, ყველა კატეგორიას და მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. 9 საათი შესრულდა ქრონიკის დრო.